უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ ვებგვერდზე, რადიო იმედის ვებგვერდზე, რადიო იმედი.g, ან დაგვიმეგობრდეთ Facebook-ზე, ავანსცენა რადიო იმედი, ეს არის ჩვენი მისამართი. ჩვენ ერთგული მსმენელებით უბრალდებით იცით და თუ არა და ახლა მოგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემა ყოველთვის ცდილობს, რომ რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიანიჭოს რეგიონალურ თეატრებს, იმიტომ რომ მეაქციოს უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრალური კერის განვითარება, რამე თუ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი კულტურული კერა დარჩენილი, სხვა ყველაფერი არ ფუნქციონირებს, ამიტომ თეატრის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში და ჩვენ ვისაუბრეთ ჭიათურის, ფოთის, ზუგდიდის, სხვადასხვა ქუთაისის, სხვადასხვა თეატრებზე და დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენს გადაცემაში იქნება რუსთავის თეატრი, სადაც გარკვეული პაუზა იყო შემოქმედებითი, რაღაცა გაჩერებული იყო თეატრი და ახლა აქტიურად დაიწყო თეატრმა მუშაობა. სამი პრემიერა ჩაეშვა ერთდროულად, მაისის თვეში ალბათ უკვე ივნისის დასაწყისში იქნება სპექტაკლები და ერთი პრემიერა გამოუშვა. სტუმრები ყავს ჩვენ სტუმრად, ბატონი ნუკრე არჩვაძე, წამყვანი მსახიობი რუსთავის თეატრის და გურამ ბრეგვაძე, რეჟისორი, რომელიც აი ახლა ხანს გამოუშვა მან პრემიერა რუსთავის თეატრის. საღამო მშვიდობის ბატონებო. საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად. ანუ თქვენგან დავიწყებთ. აი რუსთავის თეატრზე ყოველთვის საოცარი ისტორიებს იხსენებდნენ, იმიტომ რომ თბილისიდან დადიოდა მაყურებელი, მარჯანიშვილი 67 წელს, როდესაც მარჯანიშვილის თეატრის დასი წავიდა რუსთავში, ნუ ვინ არა, მეღვინე თუხუცესი, არჩვაძე, ბერიკაშვილი, უჩანეიშვილი, სულ ყველა ვაკაკი ვასაძეც კი იყვნენ იმ თეატრში. ხო, თქვენ რა პერიოდში მიხვედით და აი იმ დიდებულ თეატრს თუ მიუსწარით? დიდი მადლობა მოპატეჟებისათვის და მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. მადლობთ ამ კითხვისთვის, მაგრამ ალბათ უფრიანი იქნებოდა, რომ უფრო წინათაობის წარმომადგენელი ყოფილიყო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მე შევეცდები გითხრათ რა პერიოდს მიუსწარი. რა თქმა უნდა, მარჯანიშვილის თეატრი უკვე შევსებული იყო იმ რუსთაველი მსახიობებით. ასე ვთქვათ, რუსთაველი მსახიობებით, ისინი მარჯანიშვილიდან ჩამოვიდნენ რუსთავში. რაღაც პრეტენზიების გამო. და შექმნა შესანიშნავი, მართლაც შესანიშნავი თეატრი, რომლის გამოც მთელი საქართველო ლაპარაკობდა და მართალი ვბრძანდებით, რომ დიახაც თბილისიდანაც და საქართველოდან დადიოდნენ ავტობუსებით, ესწრებოდნენ სპექტაკლებს და არა მარტო ესე ხუმრობითაც კი ამბობდნენ, რომ მოსკოვში როცა გასტროლები ჰქონდათ, მაშინ არ მახსოვს დიდი თეატრის შემდგომ თუ რომელი თეატრის შემდგომ ზუსტად არ მახსოვს ითვლებოდა რუსთავის თეატრი იყო საბჭოთა კავშირში მეორე თეატრი. აი ესეთი წარმატებები იყო. უნგრეთში დიდი წარმატებები. უნგრეთში დიდი წარმატებები, ძალიან დიდი წარმატებები და მართლაც დუღდა ცხოვრება რუსთავის თეატრში. მე მივედი 1977 წელს თქვენი მონამორჩილი გამნათებლად. სკოლის შემდეგ პირდაპირ და დავიწყე გამნათებლობა. პირველი სპექტაკლი იყო მიხეილ ბუკიას მიერ დადგმული ღამის ამბავი, რომელიც გავანათებე და რა თქმა უნდა შესლომაც მომივიდა უოდროოდროს გავანათებ ბატონი ახლა ცხონებული და შესანიშნავი მსახიობი ჯემალ გაგნიძე. მას მერე მიდიოდა თეატრში ცხოვრება და საუბედუროდ ჩვენ და მოხდა ისე რომ ერთ-ერთი მმართველობის დროს არ მინდა ახლა სახელები დავაგებ, მით უმეტეს ავდგომის დღეებია და ვინმეს ლანდღვა გინდება და ეს არ არის. მოინდომეს და შეასრულეს კიდეც რუსთავის სახელმწიფო თეატრი შეაერთეს საბავშვო თეატრთან. რამეთო საბავშვო თეატრის მაშინდელ მესვეურებს და ქალაქის მესვეურებს მოუნდათ რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ, უფრო დიდ სცენაზე გამოჩენილიყვნენ. არ არის ცუდი როცა მსახიობს უნდა ასეთი რამე, მაგრამ მიუხედავად ჩვენი თხოვნისა და მუდარისა მსახიობებს ამას ნუ გააკეთებდნენ, საუბედუროდ გააკეთეს და აი აქედან აირია რუსთავის თეატრის
ასე თუ ისე დაალაგებული ცხოვრება. ორი შეუთავსებელი შეთავსება ძალიან ძნელია და არც გამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ სპექტაკლები არ იდგმებოდა, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა არ ხდებოდა, მაგრამ ის რაც მართლა თეატრში სჭირდებოდა, შემოვიდა სულ სხვა კულტურა. შეუერთდა ამ ყველაფერს და ვერ შეუერთდა. შემდგომ მოხდა ისე რომ მმართველობის დროს აღარ იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, მე კი ვთვლი რომ სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრისთვის აუცილებელი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თეატრის მიმდინარეობა, მისი სახე. და ურთიერთობა ჰქონდეს მსახიობებთან, პერსონალთან, შემოქმედებით პერსონალთან. ამის გამო მოხდა ისე რომ დაინიშნა ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი, მერე დაინიშნა მეორე, მერე დანიშნეს მესამე, მერე ანუ მაშინდელი ხელმძღვანელობა ერეოდა უადგილოდ, უაპელაციოდ და არავითარი გათვალისწინება ჩვენი აზრისა, ვისაც რაღაცა მოგვეკითხებოდა, შეგვესმინებოდა, ვეთქმოდა, რომ არ შეიძლება ასე გაკეთება. თუნდაც ცუდი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ რაღაც დრო უნდა გაიაროს და აჩვენოს თავისი შემოქმედებით თუ შრომით, ეს ცუდია თუ კარგია, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოს და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აი, ეხლა ეს უკვე აღარ სჭირდება თეატრს. მაგრამ საუბედუროდ ესე არ მოხდა. სამჯერ თუ ოთხჯერ დაწყებული საქმე, სამჯერ ოთხჯერ გაწყვიტეს და ეს რა თქმა უნდა დაეწყო თეატრს. თეატრს დაეწყო როგორც შემოქმედებითად, ისე მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურადაც. აი, ახლა ხანს კიდე რაღაც იყო პერიპეტიები, ერთი სურვილი რომ უნდა იყოს ერთი, მაგრამ ის ერთი სამხატვრო ხელმძღვანელად მთელ დას, ანუ 27 კაციდან შემოქმედი მსახიობიდან 20 მსახიობს არ სურს ის. ხოლო სურს სხვა. შეგნებულად არ ვასახელებ ახლა სახელებს, გამოჩნდება მალე. აი, ამანაც გადაგვიყოლა ძალიან დიდ ბრძოლებში, სტრესებამდეც კი და იქამდეც კი, რომ აი გურამ ბრევერდი გავდა სპექტაკლს და მე კატეგორიულად გამოუცხადე, თუ ესე გაგრძელდება, პრემიერა რომელიც გამოუშვით. პატარა უფლისული, თუ ესე გაგრძელდება, მე პრემიერას არ ვითამაშებ, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ეს. თეატრში ყოველთვის ხდება ეს არეულობები და რაღაცა ეს კარდიოგრამის ისარივით ხან შემოქმედებითი პროცესი რაღაცა ღირსეულ ეტაპზე მიმდინარეობს, მაგრამ რაღაცა არ დამთავრდა რუსთავში ეს რაღაცა არეულობა გაუგებრო თეატრისთვის თავი რომ დაიდგას ბევრი სპექტაკლი და მაყურებელმა არ იგრძნოს რა ხდება. მოგეხსენებათ ეხლა თეატრალი ხალხი ვწხედავთ აქ სულ ყველა და თეატრში შიდა დუღილი ყოველთვის იყო და არის და ალბათ სულ იქნება. რა თქმა უნდა. ეს არ უნდა აიხსნახოს ალბათ შემოქმედებაზე, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მონიკა, არასდროს არ უნდა. იცი, მე მგონია რომ დადგა დრო, როგორც არ უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი მოვიდეს თუ არა. დადგეს და მთელი ძალაუფლება აიღოს ხელში, აუცილებლად უნდა შეეკითხოს იმ ხალხს. თუნდაც სულდო ახალგაზრდა მსახიობს, რომ რა სურვილები აქვს, როგორ შეიძლება უცბად მას 1-2 წლით მეტი ნამუშევარი ქონდეს და შენ აქედან გამოცდილების მე რაღაცა უკეთესი უკარნახოს. აი ესე გადაბიჯებით არ ვიცი იგნორირებით აზრის, არ ვიცი რატომ, რის გამო, არ ვიცი, ახლა მე შეიძლება ბევრ რამეზე ვეჭობდე. ბევრ რამეზე, მაგრამ ეჭვი თუ არ დაავტკიცე, ის იმის თქმა არ ღირს. მაგრამ არის რაღაცები, რაც გულს გიტეხავს და არადა, შემონეკა. აი, რეგიონულ თეატრებზე ბრძანეთ და რუსთავის თეატრი ამ შემთხვევაში. ყველაზე აი ბავშვით მოსავლელი თეატრია. მე არავის აბსოლუტურად შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ერთ კუთხეს და რატომ ამბობ ამ. თქვენ იცით, ეთნოგრაფიულად და ეთნიკურად რუსთავის თეატრი მდებარეობს იქ, სადაც ყველა ძალიან უჭირს ახლა საქართველოს. ეთნიკური შემადგენლობით. ეს ავად სახსენებელ კომუნისტებს ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული. ძალიან კარგად და იცოდნენ თეატრის მიერ ნათქვამი სიტყვის ძალა. ფაქტიურად ჩვენ ვართ ქართული სიტყვის. ფაქტიურად ჩვენ ვართ ბასტიონი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარზე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ აბსოლუტურად, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ეთნიკურად ნაკლებნი ვართ ამ რეგიონში. ძირძველ ნუ ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ძირძველ ქართულ სამეფო მიწებზე, ქვემო ქართული ალბათ ახალციხის თეატრი რა თქმა უნდა, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა და მე მარტო თქვენ კი არა, მთლიანად მედია საშუალებებს მარტო რუსთავის თეატრზე კი არა, საერთოდ რეგიონული თეატრების იგნორირებაში ვადანაშაულებ. თბილისის გარდა არავის არ უნდა იმის იქით გახედვა. ნამდვილად, აი მე არ ვიცი ხა მე სხვაზე ვერ ვთქვა, ჩვენი გადაცემა
სულ ცდილობს რომ არ გავიდეს გადაცემა ეთერში რომ ერთ რეგიონალურ თეატრზე პრობლემაზე. დიდი მადლობა. რაც შეეხება სპექტაკლების დადგმას, აი მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის ისტორიული ფაქტები, როცა არც შუქი იყო, არც წყალი იყო, ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობდა. ძირითადად მაშინ თბილისში ხდებოდა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა იყო რუსთავის თეატრში. ძირითადად თქვენ წარმოიდგინეთ, იყო თბილისელი მსახიობები და ეხლაც არიან შემორჩენილები, დიდი შემოქმედება გამოვლილი წლებიც ჩამოდიოდნენ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი არ ვიცი ხო ზოგი ფეხითაც ნახევარი გზიდან ზოგი მატარებლით ზოგი რითი რომ ღამე გაგვეთენებინა და როგორ აი საათიდან საათამდე შუქი რომ მოვიდო და იმას დავვლოდებოდით და ჩაგვეტარებინა რეპეტიცია რომ მე ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით როცა პრემიერა მოაწევდა შუქი გვეთხოვა 3 საათით რომ გვეთამაშა ეს პრემიერა აი ესეთ გაცივებულ ვარში ეხლა მე ერთი მინდა კიდევ გითხრათ რომ ეხლანდელი ალბათ კი არა კანონი შემოვიდა უკვე თეატრების შესახებ რომელიც გადაწყვეტავს უკვე მთლიანად პროფესიული თეატრების ბედს სამხატვრო ხელმძღვანელთან მიმართებაში მაგრამ მე მინდა აღვნიშნო და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო სულ რამოდენიმე თვის მოსულია რუსთავის თეატრი ჯერ კიდევ ძველი სათაურით თეატრის მმართველად გეგი ლიპარტერიანი როგორც ზოგიერთები იძახიან კალათბურთელი. რატომ არის ეს სიტყვა, ვთქვათ, კალათბურთელი, ასე თავისუფლად და ზედაპირულად სათქმელი არ ვიცი, მაგრამ დიახ, ყოფილი კალათბურთელია. მაგრამ კაცი, რომელმაც იცის რა უნდა. კაცი, რომელიც მოვიდა თეატრისათვის. კაცი, რომელიც მცირე სცენის შენებას მთელი ზაფხულის განმავლობაში თავისი თანხით ახერხებდა თავისი ჯიბის თანხით ახერხებდა სიდერის ბინაჩადო ბანკში და კაცი რომელიც არის მიზანმიმართული და კაცი რომელსაც შეუძლია ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა რომელსაც უნდა რომ აუცილებლად მსახიობს კონდეს ბევრი თანხა რომელსაც უნდა რომ ბევრი სპექტაკლები დაიდგას ამას ყველაფერს აკეთებს არ ვიცი რა ძალები და როგორ და თანაც ახლა ერთი რამე კი გთხოვა რომ აი რადგან ჯერჯერობით გაურკვევლობა და რადგან აუცილებლად მე ჩვენ გვჭირდება თეატრს ჭირდება რომ რეპერტუარი შეიქმნას კიდევ ორი სპექტაკლი უნდა ჩაეშვას ამ სამის გარდა ორი ხომ დადგმულიანება სამი ხომ იდგმება და კიდე ზაფხულში ორი სპექტაკლი უნდა დაიდგას ყველაზე მეტად ის რომ ყველა ბევრი რეჟისორს ეძლევა შესაძლებლობა რომ ბატონ გურამ ბრეგაძეს იქ კოტე აბაშიძეს იქ გიორგი ქანთარია მუშაობს გიორგი შალუტაშვილი მუშაობს ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებთ თუმცა საინფორმაციო გამოშვებას უნდა მოვუსმინოთ და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად ასე რომ დაგვალოდეთ ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე დაგებრუნდით პირდაპირ ეთერში კვლავ ეთერში გადაცემა ავანსცენა და დღეს ჩვენ საუბრობთ რუსთავის თეატრზე და მის სამომავლო გეგმებზე დრო არის მე მგონი რომ საუბრობთ გურამ ამ შემთხვევაში შენთან მექნება შეკითხვა მოდი გითხარი რა იგეგმება რა პრემიერებს უნდა ველოდოთ რუსთავის თეატრიდან და იმ სპექტაკლზეც ვისაუბროთ რომლის პრემიერა ჩვენ რამდენიმე დღის წინ ერთი კვირის წინ ჰქონდა აკვალ წარმატებული მე არ მინახავს სამწუხაროდ მაგრამ მოგესალმებით ყველას ჩვენ ახლა ორი კვირის წინ ჰქონდა პრემიერა რუსთავის თეატრში დავდგით ეგზუპერის პატარა უფლისწული პატარა პრინცი იმიტომ რომ აქ როგორი რაღაცა იყო იცი თაგდა ეკიზაშვილი როგორ არცვლის და პატარა პრინცს ტოვებს იმიტომ რომ რაღაცა თქვა იცი და მომეწონა რომ პატარა პრინცი არ უნდა ითარგმნებოდეს უფლისწული ცოტა სხვა რაღაცა ხვდები პატარა პრინცი რაღაცა ძალიან ისე მოითხოვა მაგაცმა და მე მოგვეწონა კიდე სხვათა შორის და ესე ქვია ჩვენ სპექტაკლს პატარა პრინცი დიახ ხო ეხლა რაში ეხლა დიდი ხანი არ ყოფილა პრემიერა ყოველთვის ახლა აცოცხლებს თეატრს ეხლა რაღაცა ისე მოხდა რომ მე რუსთავის თეატრში ახლახანს მოხდი ჩავედი და მინდა გითხრათ რომ აი შემიძლია თქვა პირადად აი მშვენიერი დასია ძალიან კაი მსახიობები არიან თან რაღაცა შეკრული გუნდია ვინც არის აი როგორიც მშრომელი ხალხი არის და მინდა გითხრათ აი ძალიან პატარა ხელფასებია აი რადგან ის რეგიონალურ თეატრზე პრობლემა არის და ხო ეს არის რეგიონალური თეატრი ხო ხო და ეს ხალხი გმირულად მინდა გითხრა რომ აი იღწვის აი ყველანაირად იხარჯება და ეს სპექტაკლი მაინც არის განსაზღვრებას თავის მაყურებელი ყავს ხო პატარა პრინცი და ძირითადად მოდიან ბავშვები ხო სიტყვაზე რაღაც ხო გარკვეული თაობა ხო რომელიც უნდა აღიზარდოს მე ბატონმა ნოკლივ სწორედ აღნიშნა რომ აი ეს იქ განსაკუთრებულად იმ რუსთავში ხო ძალიან საჭიროა თან ეს ქართული ენა ქართული ენითი
თან ის რაღაცა ეს უკვე კლასიკა როგორ ჭავჭავაძე თამაშობდა რომ ენა გადაერჩინა და თვითონ მეფელირზე იმას თამაშობდა და ახლა ჩვენ და ეხლა რაც შეეხება ეს პატარა პრინცი გამოვიდა ხა მე დავიწყე მიხო მოსულიშვილის პიესაზე მუშაობა საშობო ბატიკომში და ჩვენ სხვასაც რაღაც შეიძლება გადავარქვათ მაგრამ ძალიან საინტერესო პიესა არის თითოეულ ისე ფარშია გადაწყვეტილი და კომედია და ისეთი შეიძლება ცოტა ჟანგოზე როგორ ვთქვი ხა საკასო სპექტაკლია ჩვენ გვინდა რომ შემოსავლიანი სპექტაკლია შემოსავლიანი და ხო მაგრამ თვითონ ამ დროს იქ ისეთი თემებზეა ლაპარაკი როცა მიდის აი ბრძოლა იგივე ბოროტსა და კეთილს შორის ეს მარადიული თემები მაგ პიესაში არის და არ მე მაგას ვიძახ არ უზოს ჩვენ არ ნიშნავს რომ რაღაცა გემოვნებას დაეცეს გემოვნება არ უნდა დაეცეს პირიქით ანუ შემოსავლიანმა არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ რაღაცა იმიტომ რომ აი იყო ლაპარაკი ზოგჯერ ისიც გება რაღაცები არის რაც არ უნდა დაიდგას რა შემოსავლიანიც გინდა არ იყოს რაღაცები არის რომ თიაც არ უნდა აკადრო და ეს ისეთი ვერ მკითხოთ ერთ-ერთი ძალიან კაი პიესა აი თუ ავიღეთ აი ხა თანამედროვე ქართულ დრამატურგიას მინდა გითხრათ მოსულიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული გაიმარჯვა წელს დრამატურგიის კონკურსში მე გახდი და ვაჟა ფშაველაძე გენიალური პიესა დაწერა კი თვითონ ძალიან უკეთეს დიდი მილოცვა ჩემი მეგობარია არ ვიცოდი ხო ეგეთ რა ეხლა როგორ რაღაც ჩაშვებულია ეს ნიშა სამი პიესა ეს ახლა დგამს კოტე აბაშიძე დგამს გიორგი ქანთარია დგამს გიორგი შალუკაშვილი ანუ თეატრი ცოცხლდება ნიკარაშია საქმე ეხლა ეს ამავდროულად მე ვაპირებ ეხლა მაისის ბოლოს ისინი აპირებენ სადღაც ივნისის შუაში ამ პრემიერებს რა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა იმ პირობებში ბატონო, იცი რა რაღაც არის, ეს ჩვენ ვართ რეჟისორი სამი რაღაცა ის გეგილი პარტენერის ახალგაზრდა ბიჭი დირექტორი, ხო, მართლაც ცდილობს ფენ რამეს ეხლა ეს რაღაცა ეს გუნდის შექმნას, ის გუნდელი შეკრული. მაგრამ თიაც აქ კიდე შევილაპარაკე, ყოველთვის ჭირდება ის სამხატვრო ხელმძღვანელი. ეხლა მაგამბები გადაწყდება ისე ჩვენ და სასიკეთოთ, იმიტომ რომ დაში არის რაღაც გარკვეული მოსაზრება, ხვდები, ეგ არის 27 კაცი 20 დგას ერთ მხარეზე. ეხლა აღარ ვასახელებ სახელებს და ვის აქ იქ არის ლაპარაკი ძალიან ბევრ თემაზე, სიტყვაზე ბატონო რობერტ სტურუ არის ჩარეული, რობერტ სტურუ ჩემი პედაგოგი არის ნიკა და ჩარეული არის ჩემი მხრიდან სიტყვაზე და ეხმარება ბევრ ამაში და რუსთავის თეატრზე ხა კონკრეტულად ჩვენ აქ დას და გარკვეულ ბევრ ხას დაგვიდგა გვერდში ბევრ ამაში ხა და ბევრ საკითხებში. იმიტომ რომ მაგ თეატრს ჭირდება ეხა აი როგორ გითხრათ, იცი ახალი სისტემა, ახალი შემართება და თეატრ უნდა დადგეს ფეხზე. უნდა დადგეს ფეხზე და აი ეს პრობლემები რომელიც აი არის პატარა შემოტევები რაღაცა ეს ყველაფერი უნდა გადავაგდო და მთავარია დაიდგას ბევრი სპექტაკლები დაბრუნდეს თეატრში მაყურებელი და ეს პოტენციალი უკვე ჩანს. აი ბატონო ნუკრიმ წეგან კერძო საუბარს ძალიან სწორი რაღაც ბრძანა რომ აუცილებელია ის პროცესი რომელიც რამდენჯერმე იყო რუსთავის თეატრში რომ შემოbrunდეს მაყურებელი. შემოტრიალდეს. აი შემოსავლიანი სპექტაკლებით რაღაცაც არის მოთხოვნილება. მე მესმის კაი ეგაცო სარტრი და ეგზისტენციალური პიესები და აბსურდის თეატრს რაჯობია, მაგრამ ჯერ თეატრში სხვა მაყურებელია ეხლა. და თავიდან უნდა მოხდეს და დამიხარებო იყო ეგ თემა ხო ასე მეტაშეც ვილაპარაკეთ აი ეგეთი მომენტი მოხდა როდესაც იყო აი თეატროს სარდაფე პატრა თეატრი რა თქმა უნდა რუსთავის თეატრი ისე მოხდა და უეცად ბატონო რობერტ სტურა მაგ დროს უცბად გავს მე რომ სველია სამანი უბრუნდება ეს თელი ახალგაზრდობა თეატრს და იგივე რომ გიჟდება და უყვართ უკვე ზაზა პაპუაშვილი ხო ის ახალგაზრდა ნახულობს შემდეგ მაგბეთს შემდეგ ჰამლეტს ხო შემდეგ ლამარას ხო სულ ყველაფერს იმ ბაჩის ხათრით ხო ეგ პირობით და გმირი ბაჩი რომელიც არის რაღაც თანამედროვე ისეთი ცოტა არ თუ ისე წესიერი ცხოვრის მოყარული ბიჭი, მაგრამ ახალგაზრდებს შეუყვარდა, მაგრამ იმ ახალგაზრდებს ხო ყველაფერი ნახა შემდგომ, ხო, იგივე მაგბეთი. აი რაღაც მაგ პოლიტიკა ერთი რამაც არ დაგვაუწყდეს კაცო. ილიას სიტყვებით, თეატრი ცხოვრების სარკეა. ანუ დღევანდელობა აუცილებლად რა კონექტურაც და რა საკაცოც და რა შემოსავლიანიც არ უნდა დაარქვა. ამ წუთში შეიძლება ამ გემოვნების მაყურებელს ეს სპექტაკლი სჭირდება და რატომაც არ უნდა მივაწოდოთ ის პროდუქტი, რომელიც სჭირდება, რომელიც ხვალ ისე უკან დააბრუნებს და ცოტა უფრო გაიზრდება ახალი სხვა პროდუქტი. ხო, ეს ორი არის, მე მგონი, ის უნდა მივცეთ მაყურებელს რაც სჭირდება და ჩვენ რასაც მივაწოდით, იმას ნახავენ მაყურებლები. აბა გემოვნების ზრდა ნელა-ნელა უნდა მოხდეს სწორედ დღეს რომ წაუკითხოთ. რაღაც მეფელერი შეიძლება ვერ გაგიგო სამწუხაროდ დღეს სიგნიერება ახალგაზრდებაში ცოტა მოიკოჭლებს ხო? მაბადიო, მაგრამ ესია და რა თქმა უნდა და ამიტომ მე მგონი აი საუკეთესო გამოსავალი რაზეც წეგან ჩვენ საუბრობთ ესე რომ რაღაცა შეჯერდეს დასი ეს მაინც ხელოვანი ხალხია, რთული ცნობიერების ხალხია, მაგრამ მე დარწმუნებული იქით მხარესაც ღირსეული ადამიანები დგანან და ამიტომ რაღაცნაირად აი ხუთი რეჟისორია იწყება რაღაცა მოწვევა კიდე აპირებენ რაღაცას ხო თეატრს როცა დაიქოქება და ეს სპექტაკლები ეხა როდის უშვებ გურამ შენ პრემიერის ბოლოს და სტრაფად უშვებთ
ეხლა რა მინდა გითხრათ ჩვენთან ისე მსახიობი ზურა ინგორ რუსთავის თეატრის მსახიობი არის ჩემი მუსიკალური განფორმებელი რუსთავის თეატრის ეხლა ათორე ეგ თავიდან რუსთავის თეატრის მსახიობი გოროგებად გია მარღანია ჩამოყავს და მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ჩვენთვის მე ჩამოყავს ეხლა გია მარღანია ამ სპექტაკლისთვის და მე საერთოდ მიყვარს გია უდიდესი პროფესიონალია და ეხლა კიდე ნიჭერი კაცია ძალიან და აი მაგი კიდე ახალი იმას შემოიტანს ჩვენ თეატრში რუსთავის თეატრში რა შეიძლება ნიკას აი ეს რო შეჯერდეს იქით ამ ხარე და აქეთ ამ ხარე ჩვენ შეგნებულად ავხვიეთ გზა და არ შევეხეთ მაგრამ მინდა გითხრა რომ შეჯერებული ჩვენ ვართ ერთი რაც არ შევჯერდით ეს იყო სამხატვრო ხელმძღვანელობის ვინაობაზე რომელიც გაკვირით ვახსენეთ წეღანდა არც ახლა სახელებს მათ უსურთ ხუთ მოქმედ მსახიობს, პატივცემულ მსახიობს. ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი ჩვენ გვსურს, მეორე. არ ვიტყვი ვინ და როგორ, მაგრამ ეს გადაწყდება მალე კანონის და კანონიერების მიხედვით. რაც შეეხება მათთან ურთიერთობა, როცა არავითარი დაძაბულობა არ არის, პირიქით. ეხაც კარგი მსახიობები არიან, კარგი ადამიანები არიან, მათ თავიანთი აზრი აქვს. სრული უფლება აქვს გამოხატონ, მაგრამ არის ის, რაც არის. ანუ უმეტესობა უმეტესობა არის აქეთა მხარეს. ეხლა უმეტესობა ხდება თუ რა, გამოჩნდება მალე. ფაქტი ის არის, რომ გამოჩნდება მალე და მათთან ურთიერთობა არც არავის გაუწყვეტია. პირიქით, ჩვენ შეჯერულ პირიქით ისიც კი მოვითხოვეთ ჩვენ რუსთავის თეატრის მსახიობებმა რამოდენიმე წლის წინ გაშვებული მსახიობები რომ დაებრუნებინათ უკან. ეს არის დაახლოებით 10 კაცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამგებოვნა ჩაერია მერია რომ ქალაქის მერმა მაშინ დანაკიდეთ რომ მე რაღაც თანხებს გამოვძებნი და რაღაცა და ქალაქს მიუხედავად იცოცხლე შემონიგა. გამოვძებნი და ქალაქ ძალიან მართლა ძალიან უჭირს. ვიცით, გაჩერებულია ბევრი რამ, მაგრამ ალბათ ესეც მოხდება, მაგრამ ეხლა სამუშაო ძალიან ბევრია და აუცილებლად ისინიც გვჭირდებიან. აუცილებლად და უნდა იმუშაოს ყველა. ძალიან ფრთხილად ჭირდება, მაგრამ ეს რაღაცა გახლეჩო უნდა გაერთიანდეს და რაღაცა თეატრმა ისევ როგორც მეც კი მახსოვს, აი ეს სარეპერტუარო სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეატრში იყოს აფიშა, რომელზეც წერია, რომ დღეს ამ მაყურებლისთვის ეს არის, იმ ბავშვისთვის ეს არის, მოზარდისთვის ეს, რომ მაყურებელი მოეჩვიოს თავიდან თეატრს. და მე ერთ კიდევ მინდა გაუსვა ხაზი, დაუბრუნდე წეღანდელ ნათქვამს, რომ ჩვენ ვართ ძალიან რთული, ეთნიკურად რთული რეგიონის თეატრი. და მოუწოდებ ქალაქის ხელმძღვანელობას, რაც საშუალება აქვს და ასევე კულტურის სამინისტროსაც და ყველას აბსოლუტურად ამ ხელმძღვანელობის მეცეურებს რომ მიაქციეთ ყურადღება და მოგვეცით საშუალება რომ იმ 5 რაიონში თუ 6 რაიონში გავიდეთ და გავიტანოთ ქართული სიტყვა. ქართული სიტყვა ჩვენ რეპერტუარით მალე ალბათ მზად ვიქნებით, ალბათ კი არა მზად ვიქნებით, ბევრი არაფერი არ გვჭირდება, გვჭირდება ტრანსპორტი და ალბათ საჭმელი შესვენებაზე, იქ რომ გამოვიდეთ სპექტაკლით და ჩავიტანოთ. ტრანსპორტის ხო საუბრობდით, იყო დრო როდესაც ავტობუსები დატვირთული მიდიოდა მაშინ რუსთავში და ნუ ეხა ეს მე მინდა გითხრათ რომ მაშინდელი შემადგენლობა მსახიობებისა დასისა იყო 99% თბილისელი მსახიობები. და ამათთვის სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსი იყო. რომელსაც დაახავდა ჩვეულებრივად ყოველ დღე რეპეტიციაზე მოხავდა, მიხავდა სპექტაკლზე, მიხავდა და მე ქალაქიც კი აგრძელებდა. აძლევდა ტრანსპორტს, რომ პრემიერაზე ჩამოეყვანა ხალხი. და ეს ხო ქალაქის ცხოვრებასაც ეთყობოდა, რაღაც უფრო გამოცოცხლებული იყო, უფრო ესეთი ალბათ. რა თქმა უნდა, ეთყობოდა. მე ერთი რამეც მინდა გითხრათ. ეხლა მე ამის გაკეთებას ვერავის ვერ მოვთხოვ. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ხარბედია მაშინდელი, აი კომუნისტების დროს ხარბედია იყო პირველი მდივანი, ქალაქის გენერალური მდივანი. თავის სამუშაო დღეს ქალაქში იწყებდა თეატრში მისულით. აბა რა ხდება თეატრში? აბა ხომ არაფერი გიჭირთ. აბა ინიციატივა შეიძლება დავალებაც ჰქონდა თავისი პარტიული, მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თეატრი ყველაფრის შემძლებელი და მთქმელი იყო. ეს ხალხი იყენებდა თეატრს ყველანაირად. ძალიან კულტურულად, ძალიან ჭკვიანურად, თავისი პოლიტიკისთვისაც კი. და რატომ არ ცდილობს ვასო ხოშიტაშვილი ზუგდიდის რაიკომის მდივანმა ვასო ხოშიტაშვილი ჩაიყვანა და გადაუხადა ფული და უთხრა რომ
არ მინდა შენი არც სპექტაკლი დადგარებელი იარეს ზუგდიდის ქუჩებშიო ჩემთვის ესეც კი საკმარისი ეგ ესე იმიტომ რომ მართლაც იყო და ახლა ეს არ არის მუშათა ქალაქი იყო მიუხედავად იმისა თავის მრავალი საუკუნოვანი წარსულისა მაინც მუშათა ქალაქი იყო და აქედან გამომდინარე იმ ხალხსაც შემოbrunდება შეიძლება შემოbrunდეთ და თეატრი იყო კიდეც ბატონ გურამს უდოდა რაღაცის მე მინდოდა მეკითხა გასტროლებთან დაკავშირებით თუ იგეგმება გასტროლები მე როგორც ვიცი ამ ხრივ მე მგონი არ ყოფილა ხო ესეთი რაღაც პაუზა დიდი და ვიცი რომ თქვენ აქამდეც ქონიათ შემთხვევა როდესაც საზღვარგარეთაც წასულ ხართ და დაგიდგამთ სპექტაკლები ამ შემთხვევაში რა იგეგმება ამ შემთხვევაში ეხლა ნახოთ როგორ წავა ჩვენი თეატრის საქმეები მე თვითონ ეხლა ახალხანს დავდგი მოსკოვის ეთცეტერაში დავდგი სპექტაკლი და თვითონ მეგობრობ მე მაგ თეატრთან და საერთაშორისო ეთცეტერაში სამხატვრო ხელმძღვანელი იქ უმეტეს თეატრებს აერთიანებს რუსეთისა ძალიან ეხმარება თვითონ კალიაგინი ამ რეგიონულ თეატრებს და კარგად ეს პრობლემები რა არსებობს იმის რაღაც არსებობს იმაზე დაწყება მოლაპარაკების დაწყება იმის რამენაირად ჩვენი თეატრი რაღაც რეგიონულ თეატრებს გაუერთიანდეს რა რაღაც სხვა რეგიონულ აქ არ არის მარტო ლაპარაკი რუსეთზე იგივე თუ დავიღოთ აი ჩვენ დავიღოთ სპექტაკლი ბაქოში თები აი თეატრიდან გავიდეთ აქეთ ჯერ ყველაფერში გვჭირდება რეპერტუარი აი სწორედ რეპერტუარი გვექნება მე თვითონ გამოჩნდება აი ხა ლაპარაკი მიდის მაგათ ფესტივალი რო იქნება ჩამოვლენ ხო ვიღაცები არის ხო ეს რეგიონალური თეატრის ნახულობი სპეციალური 1000 რამე არის მაგრამ ამას ჭირდება რეპერტუარი ამას ჭირდება თეატრში კიდე ერთი რამე რატო შეაწყვეტება ბატონო ჭირდება სიწყლარე ლიკა ჩვენ ხშირად ხა პატარა პრინცის რეპეტიციების დროს მე ყოველდღე ვიყავი ხან გავგიჟდი ხან მერთან ვიყავი მე ხან იქ ვიყავი მე იქ მოხდა არა ძალიან ჩვენ არ ყვები დღეს ჩვენ არ გვინდა და მოყოლა იმიტომ უამრავი პრობლემაა თქვენ არიცით და იმ ხელა დაძაბულობა მიაღწია პიქს ახლა რუსთავის თეატრში უბრალოდ დღეს ჩვენ არ მოსულოთ მაგ თემაზე სასაუბროთ მაგიტომ თავს ვიკავებთ რომ მაგ თემაზე ვილაპარაკოთ რა დღეს არ არის იმიტომ დღეს ჩვენ იცით შიგნით თეატრში საულაპარაკოთ ამ თემაზე ჩვენ მივხვდით რომ მაგ თემაზე ლაპარაკს აზრი არა ჩვენ უბრალოდ დავჯექით ახლა მუშაობთ ანუ დროს ამ რაღაცებს ხო არაფერს აღარ ვფარდათ მაგრამ იყო მომენტები როცა ეს აი ვერ ძურებოდით აქედან და ხვდები როგორ რთულია შემოქმედი ადამიანისთვის იმის მაგათო რეპეტიცია დაიწყო და უცბად 4 საათის მაგათ რეპეტიციაზე მოვდიოდი და ხშირად უსაფრთხოებოდი მერის კაბინეტის სიტყვაზე თუ გით რაც მე როგორ შემოცხოვრებაში არ მომსვლია მე ხა უსად მომიწია მაგ რუსთავის თეატრში ჩასვლა და დადგმა და მე აქამდე ეგეთ რამეს არ შეხვედრივო საერთოდ აი არ მინახე ეგეთ რამე რომ მე ვიცი რომ თეატრში მივდივარ ნიკა და მივდივარ თეატრში და მე ხვდები რომ იქ ბევრი მსახიობი არის გაწამებული ხვდები ამდენი იცი ეს ყოველდღიური ცვლილებები თეატრის არ არის ადვილი ხალხო აქ თეატრში არის რომ აი ერთ კაცს ანდობენ და მოქმედებით პროცესი უნდა განისაზღვროს ვინ მიმართა ეგრე არ შეიძლება ყოველ წელს იცი დღეს პეტრე ხვალ იმანე ზეგისა ესე რაღაც ზერელე დამოკიდებულება ამ თეატრის ეს არის აი ეს არის დაუნდობლობა ეს არის რაღაცას აი რომ სპოპ შეგნებულად რო სპოპ მაგრამ შეგნებულადაც არ ხდება როგორ იცი აი ისე აკეთებენ რა აი ერთი იმას იტყვის ერთი ამას და ამ დროს ზიანდება დიდი საქმე და მე ვფიქრობ რომ არა და ამ თეატრს აქ მარტო ხა პოტენცია გამომდინარე იმ დასიდანაც არის ბევრი არის თაობა ცოტა გვაკლია პატარა ხვდები ახალგაზრდები გვაკლია პატარა თავი აი ახალ დამთავრებულები რა მაგრამ მაგასაც ხო უნდა რომ დავთავრო ხო თეატრალური ინსტიტუტი მე როგორც ვიცი გეგის ქონდა ინიციატივა რომ თეატრალურში რუსთავის მიზნობრივი ჯგუფი შეიქმნა ეს არის არაჩვეულებრივი საქმე არა უნდა გეგისაც სულეუნება უნდა ეს ახალგაზრდების საყვარება რა იცი როგორ რაღაცა იქ უნდა იყოს ნიკა რაღაცა იქ აიყვანო ხვდები რაღაცა ცოტა ბევრ რამეებზეა რა მარტო გეგიზე აღარ არის უკვე რა თორე გეგის კი უნდა მაგრათ ეგ და გეგი კონკრეტულად ხვდება რომ ეგ არის საჭირო თეატრი ახალი სისხლია საჭირო მაგას გეგიც ხდება მეც ხდება გამოსიმსახიობის ნუკრი და ბატონი ნუკრი კიდევ არის ხალხი ვიც ხდება რომ ახალგაზრდა უნდა იყოს როგორ იცახება რომეო და ჯულიეტა თუ არ ნაწილდება თეატრში კი ბატონო იქ არ არის ანუ ცუდი ის არის და ჩვენ თეატრში ეხლა მინდა გითხრა ვერ განაწილე იმიტომ მე მინდოდა დადგმა და ვერ დავდგე სამწუხაროდ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ რომ მომბრძანდეთ ჩვენთან სტუმრად მე მინდა უსურვოთ წარმატება თეატრს რუსთავის თეატრს იმიტომ რომ ნამდვილად ამ თეატრის ისტორია, ამ თეატრის შენობა, სულ ქალაქი თვითონ იმსახურებს, რომ გქონდეთ ღირსეული, ისეთი კარგი თეატრი, სადაც მივლენ და არაჩვეულებრივ სპექტაკლებს ნახავენ. არა ინტერესებს თქვა რუსთავის საზოგადოების რა დაძაბულობა, რა კონფლიქტია, რა ხდება. მისთვის თავარი, ანუ მეტალურგია თუ ვინც არის, მივიდეს საღამოს და ესრო სპექტაკლს და ისიამონოს. ფსიქოლოგიური დრამა იქნება, აბსურდი, კომედია თუ ტრაგედია ჩემ ბატონო და გიშურებ წარმატებებს, რომ დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით. ჩვენ კი საინფორმაციო შემდეგ ვაგრძელებთ გადაცემას და ამჯერად მოზად მაყურებელთა თეატრში მორიგ პრემიერაზე მოგითხრობთ უკვე ჩაგვრთება სტუმარი პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით. ავანსცენა
ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება ამას სცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად. ამჯერად ჩვენ უნდა ვისაუბროთ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მორიგი პრემიერის შესახებ. 11, 12, 13 და 14 მაისს დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება დრამატურგ გიორგი ნახუცრიშვილის პიესა ჭინჭრაკა, რომლის დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია. გოგა ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში საღამომშვიდობისა. მოგესალმებით გოგა. მოგესალმებით. გოგა, ამ ხელა წარმატების შემდეგ, რომელიც თუმანიშვილის ჭინჭრაკას ჰქონდა 50-იან წლების ბოლოს და 7 კაცას გენიალური სპექტაკლის შემდეგ, ზოგადად რთული არ არის ამ სპექტაკლის დადგმა, თუმცა სრულიად მისაღები თქვენი თეატრის სტილისთვის და რთული როგორ არ არის, მაგრამ ამავე დროს საინტერესო არის. მაგრამ თავარი არის თქვენი ჩანაფიქრი განსხვავდება თუ არა ამ ყოველთვის ცნობილი თუმანიშვილის ჭინჭრაკას ვერსიისგან. თუ მსგავსება განსხვავდება. ეხლა ცელ შესავალს არ გავაკეთებ, აი ნიკას ძალიან კარგად ეცოდინება რა წინაპირობა ქონდა ბატონი მიშას ვერსიას. ანუ როგორი პრინციპით იყო მუშაობა, როგორ იყო გადაწყვეტილი. როგორ არ უჯერებდნენ მსახიობები და ეზარებოდათ ხეცების თამაში ეროსის და საინტერესო ისეთი ხერხია ეთიოდური მუშაობის ხერხი შესავალ ამათთან ჩვენი ვრატის ალბათ კარგმა მაყურებლებმა ხო თავისთავად და შედეგში იმ დროს აბუმა ასე ვთქვათ თეატრმა ზოგადად მიიღო ძალიან ისეთი პრინციპში გენიალური დადგმა ხო გენიალური მსახიობების სპექტაკლი მაგრამ ეხლა საქმე რაშია რაც შეეხება ჩვენს ვერსიას ხო აი ჩვენ ვარიანტში ჩვენ ვეცადეთ რომ აი გავყოლოდით ავტორისეულ ვარიანტს ანუ ხაპარი გაგვეკეთებინა ის სრული ამ სიტყვის გაღებით, რაც ზღაპარი კომედია, როგორც თავად ავტორს დააკეს ჟანრი, ხო? ეს განსაზღვრული. ასე არის. თუმცა რაღაც თანამედროვე ელემენტები ჩავთეთ, რაღაც, მაგრამ ჩვენ ვიცით, აი მიზნობრივი აუდიტორია ჩვენი აი სპექტაკლის არის უფრო უმცროსი თაობა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათთან ყოფი, ასე ვთქვათ, მშობლებით, ან რა ვიცი, უფროსებით, ასევე კმაყოფილები, რაღაც. ესეთ რაღაცას ვეჭიდებით მოკლედ. ვინ თამაშობენ სპექტაკლში და ვის ეკუთვნის მხატვრობა, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია, მithmes როდესაც ხაპარს გავდა, პიესა იძლევა ყველაფრის საშუალებას, ხალიჩებით დაწყებული, იქ არ ვიცი, ზეთუნახავის სასახლე თუ ტყე და ცხოველთა სამყარო, ვინ არის მხატვარი და მხატვარი არის აივენგო ჯელიძე, საკმაოდ ცნობილი მხატვარი, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილების ასე ვთქვათ. და ჩვენ შემქმნელით აი რასაც ქვია ზღაპრულის სამყარო შევეცადეთ რომ ეს კარგად იყოს აი ციგნის ილუსტრაციას ავიც დეკორატიულ ბოლომდე მაინც ყველაფერს არ ვიცი ალბათ საფუელი არც არის ხომ რაღაცო და ჩვენ უფრო აი გავაკეთეთ ზღაპარი ფერადი სახიერი აი გრიმებით ეს პერსონაჟების შევქმნით რომ უფრო აი იყოს კარგია ის სათავგადასავლო მოკლედ ესეთი და არც თავარია დინამიური ამბის მოყოლა გვინდა სცენით. ანუ იქნება ალბათ აქ როგორც ყველა ზღაპარში სიკეთის და ბოროტების მარადიული თემა. რა თქმა უნდა, ეს უმარტივესი ესე იგი ბულა რაც უდევს ყველა ალბათ ციხას ზღაპარს სიკეთი იმაჯებს ბოროტებაზე, მაგრამ იქ აი ბატონ მიშასაც ხო ქონდა ამაზე. ბოროტებას ბევრნაირი არსებობს, ხო? აი ეს შემთხვევაში მაგალითად ფიზიკურადაც პატარებელია, ანუ მაია ხორნაული ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მსახიობი, რომელიც ძარწმუნებულია უკვე როგორ ითამაშებს ამ როლს. და ასევე თამაშობს მეორე შემსრულებელი სახელის დევიდ ხუიაშვილი. ნუ ორივე აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟი
აკეთებენ, ოღონდ პედაგოგი გამოცანებით მუშაობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ორივე აი როგორ გითხრათ, ორი შემადგენლობა, ორი აბსოლუტურად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აი მე თვითონ ვერ ვიტყვი, რომელს აჯობებს აი ძალიან ისეთი მუშაობა მედის. ну ძალიან სასიხარულოა და ჩვენ იზღა დაგვრჩენენ რომ წარმატება გისურვოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ეს პიესა, მიყვარს ეს სპექტაკლი და დარწმუნებული ვარ რომ აი ამ სპექტაკლით რაღაცა ის სულიერება, ფასეულობა სწორად ჩამოუყალიბდებათ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენთან მოვლენ და ამ სპექტაკლს და ეს და ის ზუსტად აი ეს რაც არის და აი უფრო ასე თქვა ჭინჭრაკას, ასე თქვა პატარა ბავშვური ესეთი გატაცება სასიყვარულო ხაზი აქვს იმ გამოწეული და რაც თავარია სიყვარულის გულისთვის რაც ვისი გადალახვა შეიძლება ერთ პატარა მის მიღმა პატარა სიურპრიზად მაყურებელს კი ბატონო დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას და თქვენც ასევე კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის გოგა ქაჩიბაია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და მოდი ნიკოლას შევახსენოთ რადიო მსმენელებს რომ 11, 12, 13 და 14 მაისს დიცენაზე იქნება წარმოდგენილი ნახუცრიშვილის გენიალური ჭინჭრაკა, რომელიც უფროს თავის მაყურებელს ახსოვს რუსთაველის თეატრში დადგმული და ვისაც არა მიბრძანდით და ჯერ YouTube-ზე ნახეთ ეს სპექტაკლი და მე ნახეთ ახალი. ეს არ არის სპექტაკლი მხოლოდ პატარებისთვის და მოზარდებისთვის, ყოველს შეუძლია მივიდეს და ნახოს. ჩვენი გადაცემა დღეს დასასრულს მიუახლოვდა. სალომე კასრაძე და ნიკოლოზ წულუკიძე ვიყავით თქვენთან ერთად. ეს იყო გადაცემა ავანსცენა, რომელიც სამშაბათს აუცილებლად დაგიბრუნდება. კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.